ელისაბედს კი დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი. დაესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ. მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მამამისის სახელი ზაქარია. ამაზე დედამისმა თქვა: არა, იოანე ერქმევა მას. უთხრეს მას: შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას. მაშინ ნიშნებით კითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა. მან ფიცარი მოითხოვა და დაწერა. მისი სახელია იოანე და ყველას გაუგვირდა ეს. უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და ადიდა ღმერთი. შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა. ყოველივე ამაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო მთელი იუდეის მთიანეთში. ყველა ვინც ისმენდა გულში ინახავდა ამას და ამბობდა: რა იქნება ეს ყრმა? დაუფლის ხელი იყო მასთან. მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: კურთხეულარს უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა თავის ხალხს და მოუმზადა მას გამოსყიდვა. აგვიმაღლა რქახსნისა თავისი მსახურის დავითის სახლში, როგორც უცხადებდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან. წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას, ფიცს, რომლითაც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ უშიშრად ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ. გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე მთელი ჩვენი სიცოცხლე. და შენ ყრმაო და გერქმევა უზენაესის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან. ბნელში და სიკვდილის ჭრდილში მსხდომარეთა გასანათლებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე. ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა. და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.